არ არის ეს, მე ვერ ჩავთვლი რომ ეს დამაკმაყოფილებელი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ახლა ისტორიული მომენტი მაინც ხომ არსებობს, თქვენ ესაუბრეთ, მე ვიცი, სომეხ ისტორიკოსებს და მათ დაასტურეს, რომ საქართველო იყო პერიოდი, როდესაც ფიზიკური განადგურების წინაშე ამას აღიარებენ ისინი. აი ხო აღიარებენ. რა თქმა უნდა და არა მარტო ქართველები დაეხმარნენ სომხებს ფიზიკური განადგურებისგან გადარჩენას. არაერთგზის აღნიშნულა ეს არც დამადლება, ძმებს შორის დამადლება არ მოსულა, მაგრამ ისტორიული მეხსიერებაც უნდა გქონდეს, ხო ჩვენ ახლა ჩემთვის და საერთოდ საქართველოსთვის ბედნიერება არის, რომ ჩვენ სამხრეთიდან სომეხი ხალხი გვყავს მეზობელი. ნებისმიერ სხვა ვითარებაში ჩვენ გაცილებით უფრო მეტი პრობლემები გვექნებოდა, ხო? თქვათ სიმართლე, ხო? ეს ფაქტია. სომხეთი მთავარ დარტყმებს ღებულობდა, ექსპანსიები მოდიოდა სამხრეთიდან და მერე დაანჩეს ვიგერიებდით ჩვენ, ხო? ასე რომ აქ ურთიერთ ვალდებულებებზეც არ არის ლაპარაკი, მაგრამ ისტორია იმისთვის არის საჭირო, რომ კარგად გვახსოვდეს ჩვენ ეს ამბავი, ხო? ნებისმიერმა განათლებულმა და დიდსულოვანმა სომეხმა იცის დავით აღმაშენებლის დამსახურება, თუნდაც ანისის განთავისუფლება ხო ახლა ჩემი სიტყვები არ არის ბატონ დავით ჰანტინგტონი ახლა ერთ-ერთი სერიოზული მოაზროვნე არის ხო ახლა ბევრ რამე შეიძლება არ ვეთანხმებოდა ახლა პირადად მე, მაგრამ ამ შემთხვევაში ამას არ განვიხილავ. მას აქვს ერთ ადგილზე ნათქვამი აქვს, რომ სომხების ფიზიკური განადგურებიდან გადარჩენა არის ქართველების და რუსების დამსახურება. ფაქტია ეს არ არის ხო ასეთი საკითხი ხო ახლა ძალიან დიდი წვლილი და ძალიან დიდი როლი ითამაშეს სომხებმა ქართული სახელმწიფოს სიძლიერეში თუნდაც იმ ზეობის ხანაში ხო ჩვენი არისტოკრატიის კარგა მნიშვნელოვანი ნაწილი სომხური წარმოშობის იყო და პატიოსნად პატრიოტულად იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნისთვის და პირიქითაც ყოფილა ხო ჩვენ 1000-ჯერ უფრო მეტი კარგი გვაქვს ერთმანეთთან, არის რაღაც გაუგებრობები და არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გრძელდება, ეს არის რელიგიური საკითხი, რომელიც საკმაოდ პოლემისტური იყო ყოველთვის ჩვენ და მათ შორის. მინდა გაგახსენოთ, ჯერ კიდევ მაზდიანური ირანი ინტენსიურად მუშაობდა აი ჩვენ და ჩვენი სომხური ეკლესიის დასახელებლად. აი ეს მინდა გავახსენო მაყურებლებს, აი მაზდიანური ჯერ არის დაპირისპირებას ხელს ხალიფატი უწყობდა ამას. ისინიც მუშაობდნენ ამაზე. ქართული ეკლესიამ იმთავითვე აიღო ორიენტირი დიოფიზიტობაზე, ქალკედონიტობაზე, ახლა შეიძლება არ იყოს ეს მნიშვნელოვანი, მაგრამ ამ საკითხთან ისტორიისთვის მნიშვნელოვანი. ამ საკითხთან ამას აქვს მნიშვნელობა ძალიან ისეთი საფუძველი თემა. მონოფიზიტებს აქეზებდნენ. დიახ, ეს ასე იყო, ხო და მით უმეტეს ამ ვითარებაში ამისი პროვოცირება იყო აბსოლუტურად მიუღებელი. მე მაპატიონ ჩემმა ძვირფასმა სომხებმა, მე ისტორიკოსი ვარ და ვიცი რომ ეს არის ტრაგიზმით ახსავსე ხალხი, დიდი კულტურის და დიდი ისტორიის მქონე ხალხი. ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური კულტურის შემქმნელი ხალხი, სომხები, ისევე როგორც ქართველები, ხო? ჩვენ ძალიან ძველები ვართ რა, კაცობრიობის მეხსიერება სანამდედაც მიდის, ხო? ახლა კაცობრიობის მეხსიერება მოითვლის 4-5000 წელს. იმის იქეთ აღარ ვიცით უკვე ისტორიკოსებმა რა ხდებოდა. ახლა ადამიანები რო იყვნენ კი, მაგრამ სახელმწიფო კულტურა, ცივილიზაცია ეს არის, ხო? აი ამის პირმშოები ვართ ჩვენც და სომხებიც, ხო? სულ არის დავა რომელი უფრო ძველი ხალხია, სომხები თუ ქართველები. ეს კარგიც არის, ხო? ისეთი ღრმა ფესვები გვაქვს ჩვენ. აი სადგადის ჩვენი ისტორიული საზღვრები. ეს მოდი ჩვენ სულ ყოველთვის კონფლიქტის თვალსაზრისით უყურებთ და მოდი მეორენაირად ისეთი ინტეგრირებულები ვართ, ისეთი ახლო მეზობლები და მეგობრები ვართ, თუ არ ვიცით ჩვენ ვერ დავადგინეთ ჩვენ შორის საზღვრების ადგადის და ისე ამის დადგენასაც, ხო? მაინც ისტორიკოსების საქმეა, მაგრამ აი როცა საეკლესიო თემატიკა შემოვიდა, მე გულწრფელად მინდა თქვა ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. ძალიან არა სასიამოვნო შედეგი ქონდა იგივე დიალოგს ჩვენს პატრიარქსა და სომეხთა პატრიარქს შორის. ეს თვითონ სომხებმა ერევანში პრესა, ტელევიზია, რა ვიცი, საიტები, სომხურ საიტებზე არ იყო მანდამაინც კარგი განწყობა. ახლა ნებისმიერი ადამიანი ახლა ვიღაცამ შეიძლება რაღაცა დამაბრალოს, ახლა წამოვა ყაყანი ერთი ამბავი ნაცმოძე, ოღონ რამე მოძებნო ნამგვარმა მიზეზი, ხო? რომ გუბასანიკიძე არმენოფობიის არავითარ შემთხვევაში ღმერთმა დამიფაროს, სომხების ფასი მე ვიცი რაც არის, ხო?
და სამომავლოდ რა შეიძლება იყოს ქართულ-სომხური ურთიერთობა. ჩვენ განწირულები ვართ, რომ ერთმანეთი უნდა შევინახოთ. სხვა გზა არ აქვს. არ არის სომხების ინტერესში დასუსტებული ქართული სახელმწიფო. და არ ჩვენ ინტერესებში. არ არის საქართველოს ინტერესებში დასუსტებული სომხური სახელმწიფო რა. მე არ მინდა ახლა აზერბაიჯანელები გვისმენენ და არ ჩათვალოს. ჩვენ და აზერბაიჯანს კიდე ცალკე ურთიერთობა გვაქვს და ეს საერთოდ დიდი მოვლენა არის ქრისტიანული საქართველოს და მუსლიმური შირვანის ურთიერთობა, ეს არის სანიმუშო ახლა დღეს ხო ცივილიზაციათა დაპირისპირების პრობლემაა დღეს და არის შესწავლები რომ აი როგორ შეიძლება მუსლიმებმა და ქრისტიანებმა ერთად იწყოს. 3-3 შემთხვევა ვიცი, სადაც შვიდობიანად და ნაყოფიერად თანაცხოვრობდა ისლამი და ქრისტიანული სამყარო, ეს იყო ესპანეთი, ეს იყო სიცილიის ნორმანთა სამეფო და ეს იყო შირვანის და საქართველოს ურთიერთობა, ეს იყო დინასტიური ქორწინებები ქონდა ხო, ახლა ბაგრატიონებსა და შირვან-შახებს შორის, ხო? ისე იქ ესპანეთში გაყარეს მე მუსულმანები. ხო, მაგრამ იქ ის 800 წელი მიდო, იქ მარტო ომი ხო არ იყო და თუ ახლა დიდი ესპანური კულტურა შეიქმნა იმითი, ხო? ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. ხო, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ახლა სომხურ-ქართულ ურთიერთობებზე ვსაუბრობთ, ხო? მაპროვოცირებელი ფაქტორი იყო გარკვეულწილად ამ დროს ამ საკითხის დაყენება ჩემთვის ძალიან საპატივცემულო და ძვირფასი და ძალიან სახსოვარი თქვათ ჩემთვის ჩემ გონებაში სომხური ეკლესიის მიერ და მის საჭირწყობლის მიერ ამ საკითხის ასე წამოწევა, იმიტომ რომ სხვა რელიგიური უცირესობებიც არის ჩვენთან, მაგრამ აქტუალიზებას ისინი არ ახდენდნენ თუ დაუკვირდებით ხო ამ საკითხს. და ამას დაემატა საქართველოს ხელისუფლების ცალმხრივი გადაწყვეტილება და სრული იგნორირება სამოციქულო ეკლესიისა ჩვენ. გავხსნათ ჭხილები დავით ბატონო რა. სააკაშვილს დარჩა პრობლემა ქართული ეკლესიის, ნაცმოძრაობის პრობლემაა დღეს ქართული ეკლესია. ახლა იმ ნაცმოძრაობაში ბევრი ადამიანი არის, მაგრამ იმ ბევრ ადამიანში ძალიან ბევრი უწიგნურია და ვერც ეზოს ვერ მიხვდება რა შარში ხავხავთ მიშას გახვეულებთ თქვენ უბედურებო თქვენ ის დეპუტატები ვინც ხელი აუწიეთ ამას რა შარში ხართ სერგო ორჯონიკიძე მონაგონი იქნება თქვენთან ისეთ რაღაცას აუწიეთ ხელი თქვენ საკუთარი ეკლესიის შეზღუდვას და უპატივცემულობას აუწიეთ თქვენ ხელი ხო მაგრამ სინგაპურიზაციის პროცესში ერთ-ერთი მთავარი ციხესიმაგრე, რომელიც უნდა დაინგრეს და მოითხაროს, ესაა ქართული სამოციქულო ეკლესია. ეგმა არის. ახლა სინოდის გადაწყვეტილება და ის რაც მერე მოხდა ხო და ძალიან არაერთგვაროვანი დამოკიდებულება საერთოდ მრევლში ჩვენს მოქალაქეებს, საზოგადოოდ ქართველებში, არაქართველებში ხო? მაგრამ მე ვთვლი რომ ესაა გადადებული პარტია. არ მოეშვება ქართულ ეკლესიას ნაცმოძრაობა. ეს ვიცოდეთ ყველამ კარგად რა. არ მოეშვება. ნაცმოძრაობა ქართულ ეკლესიას არ მოეშვება. მათ ინტერესში არის რომ ქართული ეკლესია უნდა დაკნინდეს, ან უნდა გასკდეს. ეს მათი იდეოლოგია არის. ეს არის თავისუფლების ინსტიტუტის იდეოლოგია. რამიშვილის აუხტენენის. ასე ნათქვამი აქვს ჩემთვის ამ რამიშვილს, რამე ჭორებს კი არ გიყვებით, ჩემო ძვირფასებო რა. ნათქვამი აქვს რომ ესაა გასაკეთებელი. ეს არის ჯერ კიდევ 2001-ში, 2002-ში აქვს ნათქვამი ჩემთან. არ მალავს ის ხალხი არ მალავენ ამას. ქართული სინგაპურიზაციის პროცესში ქართული მართლმადიდებელი ეკლესია არის ძალიან სერიოზული ხელშემშლელი ბარიერი არის, ხო? ამიტომ ეს როგორც ჩანს არის გადადებული პარტია რა. რა ვიცი ახლა ალბათ ხელისუფლება კიდევ მოემზადება და მე ვთვლი რომ ჩვენც უნდა მოემზადოთ ამ საქმიანობისთვის, იმიტომ რომ ამის დათმობა არ შეიძლება ჩემო ძვირფასებო ახლა ვიღაცამ შეიძლება თქვას, რატო არ ჩამდით პოლიტიკოსები და ვერ გამოუჩნდებოდით ამ საკითხში, იმიტომ რომ ინიციატივა იყო ქართული ეკლესიის ხელში. მისი გადასაწყვეტია ეს საკითხი, ხო? მე პირველ რიგში ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე და მრევლი ვარ მე, ხო? მე რასაც ჩავთვლი საჭიროთ, ისე მოვიქცევი, ხო? საკმაოდ დიდხანს ვიყავი მე პირადად გაჩერებული და პრინციპში ეს ინტერვიუ დღევანდელი ჩემი საგაზეთო პირველი ჩემი
გულისტკივილი და პოზიცია არის, რომელიც დავაფიქსირებ, იმიტომ რომ მე არ მინდოდა რაღაცის პროვოცირება მომეხდინა მე ამ საქმეში. აქ აი დრამატული და აღმაშფოთებელი რაც ხდებოდა აი ამის გარშემო და სხვაჩვენს აი გასული კვირის სამშაბათს დარეჯან მეფარეშვილს ჰქონდა ალიაში და რატომაც ვიღაც მრუდე გონების ტიპებმა ქოქოლა მაყარეს მე და ეს ფაქტია ეს რეალობაა და ამის დამალვა არ შეიძლება წერდა ის ადამიანი რომ გიგი უგულავა შენობით ელაპარაკებოდა სინოდის წევრებს მე გამოვიდა და თავის მართება დაიწყო რომ ჩემი კურსელები არიან კურსელი მეხსვის სახში და სადღაც რო ხდები ის ხო საერო პირი არ არის ხო აი ეს ვერ ახსენე ან ჩემი ახალგაზრდა სიყრმის მეგობარი გახდა მამაო გახდა და მოწიწებით და საეკლესიო სახელით მიმართა უკვე საერო სახელს აღარ ვეძახე შეიძლება შენობით ელაპარაკოთ ან რა არის თითქოს ბაზა ეს ჩვენ უკვე მივეჩვით ყველაფრის პროფანაციას თორე ეს ხო დახურული საზოგადოებაა სინოდი მათ თავიანთი წესი აქვთ, რიგი აქვთ, რა უნდა იქ თოფური წეს, რა უნდა იქ იგი უგულავას. აქედან დაიწყო ყველაფერი, მე კი არ დამიწყია. ეს დაიწყო თოფური ძებდა იბაკ, იგი უგულავამ რა უფლებით შევიდა და დახურულს ხტომაზე. ეს იგივე აბსურდია სხვა შორის. საკურთხეველში რო დადიან. ხო, ესეც აღღვევა ეს. აი როგორ არის ეს? ისე ჩემთვისაც ესეც საინტერესოა, ხო ახლა სასულიერო პირები, რომლის მიმართ მე მაქვს ქრისტიანული მორჩილება და მოწიწება, მაგრამ ნუ ახლა ერთს რო თხოვ, ერთს, მეორეს რატო არ თხოვ მეორეს? იგივეს. მეც გეტყვი გობას. შენ მაშინ ასე წეხლის მკრით რო დადიან საპატრიარქოში ეს ნაცები როგორ არის ეს ამბავი შედიან შიგნით და ეს აღმაშფოთებელია 26 მაისს გახსოვს 6 თუ 7 ჩინოვნიკი იყო იმაში რა ქვია საკურთხეველში რა უფლებით როგორ შედიან საერო პირებს არა აქვს შესვლის უფლება და დახრულ შეგრებილ ეს პირველად დაიწყეს ბოლშევიკებმა თათო მე ერთი რამე ვიცი რა შენობით როგორ უნდა ელაპარაკო აი ერთი არა ეს მარტო პოლიტიკის საკითხიც არის ეს უზრდელობის დილობის საკითხიც არის დილობის პრობლემის საკითხიც არის ახლა ეს ხაზგასმა რო აი ნახე მე ნახე რას უშვები და ისი გაკეთება შემიძლია ხო მე ერთი რამე მინდა რა ამ საკითხთან დაკავშირებით იგივე ამ სომხურ ქართულ ურთიერთობებთან დაკავშირებით მე მინდა მოუწოდო ყველას რა პრინციპში არა ვარ ჩვენ ორი მხარე რა ჩვენ ვართ მით უმეტეს აქ მაცხოვრებელი ჩვენი ძვირფასი სომეხი ძმები და დები ხო ჩემო ძვირფასებო ქართველებო და სომხებო და ყველა მე ძალიან ხშირად ვამბობ ქართველ ერს ტერმინს და ძალიან ბევრი მეუბნება ბიჭო ნუ იძახი ამ ქართველ ერს ვიღაცას ფაშისტი გონი ხარ ესე იგი როგორ არის იცი დღეს ტაბუ დადებული თემები ქართველ ერს რო იტყვი ისა ხარ ფაშისტი ხარ და უნდა თქვა საქართველოს მოსახლეობა საქართველოს მოსახლეობა არ ახარ თქვენ ჩემთვის ყველანი ჩვენ ვართ ქართველი ერის შემადგენელი ნაწილი ეთნიკური ქართველი სომეხი აზერბაიჯანი ამერიკაშიც იგივე ტერმინია ამერიკელი ხალხი დიახ საფრანგეთში დაბადებული ნებისმიერი არაბი ითვლება ფრანგად დათო ეს ტერმინი ჩვენ როგორ ჩანს არა გვაქვს აი ეს საკითხი ძალიან საჩოთი როცა გვაქვს ხო ახსნილი არ გვაქვს ხალხს არსებობს ასეთი ტერმინი ხო ქართველი ებრაელი კაცო ებრაელები არ თაკილობენ ამას ახლა ებრაელების დამსახურება კაცობრიობის წინაშე მე მგონი ახლა ძნელად თუ გადააფასებ კაცი ხო ან რაღაცას მიამატებ ან რაღაცას მოაკლებ ხო ებრაელობა არ თაკილობს ქართველი ერქვათ მათ აი აზერბაიჯანელები ჩვენი აზერბაიჯანელები რომლებიც ბაქოში გადასახლდნენ საცხოვრებლად და ცხოვრობენ იმათ ხო იცი იქაურები რას ძახიან გრაზებს გრუზინსკი აზერი რატო არის ეს სათაკილო ჩვენთვის რომ ითქვას რომ თქვათ ქართველი ებრაელი თუ არის ხო ქართველი სომეხი იყოს თქვათ ხო ჩვენ ხო ამ ქვეყნის შვილები ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ ჩვენ ხო არა ვართ გუშინდელები ან გუშინწინდელები ხო ჩვენ საუკუნეების განმავლობაში გვიცხოვრია გვიბრძოლია სისხლი გვიქცევია და ცრემლი გვიქცევია და საერთოდ ტკივილი მქონია მურვანყრუს ჩვენ მურვანს ყრუშე ვარქვით და სომხებმა ავარანშანი ანუ ამაოხრებელი ხო გააზრება ჩვენი ისტორიის ჩვენ და სომხებს ხო საკუთარი ისტორიის გვაქვს იდენტური აბსოლუტურად ერთ მოვლენაზე ესეც აქვს ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ახლა უზბეკისტვის თემურლენგი დიდი განმანათლებელი და კულტურ ტრეგერი არის და ჩვენთვის დამაქცევარი ჩვენ და სომხებს გვაქვს საერთო ჩვენი ისტორიის 90% ერთნაირი გააზრება
ეს მონაპოვარია. და არაფრით არ შეიძლება ესა. მე ყველას მინდა უთხრა რა, ჩემო ძვირფასებო. ხო? ეროვნული უმრავლესობა და რელიგიური უმრავლესობა აქ თუ კომფორტულად ვერ იგრძნობს თავს. თუ ქართველები და ქართველი მართლმადიდებლები ვერ იქნებიან კმაყოფილი საკუთარ ქვეყანაში, ვერც ერთი ეროვნული უმცირესობა და ვერც ერთი რელიგიური უმცირესობა კმაყოფილებას ვერ მიაღწევს.